მონაზონი ნიშნავს მარტოდ მცხოვრებს, მარტოდ მყოფს. ბერად აღკვეცილი ადამიანი თავდაპირველად არის მწირი, რომელსაც სასულიერო ხარისხი არ აქვს. ის მღვდელმსახურებას ვერ აღასრულებს. შემდგომში შეიძლება მოხდეს მისი ბერდიაკვნად და მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. მღვდელმონაზონი შემდეგ შეიძლება იღუმენისა და არქიმანდრიტის ხარისხში აღიყვანონ. ბერად აღკვეცას საიდუმლოთა რიცხვში იხსენიებენ დიონისე არეოპაგელი, ღირსი თეოდორე სტუდიელი და სხვა პირველი ქრისტიანი მამები. თვით წესგანგების ტექსტშიც ბერად აღკვეცას საიდუმლოდ იწოდება. იგი წარმოადგენს უწინდელი მიწიერი ყოფისთვის სიკვდილს და ახალი ცხოვრებისათვის დაბადებას. ბერული ცხოვრება გამორჩეული ცხოვრებაა და ამ ცხოვრებისთვის ბევრი არ არის მოწოდებული. ეს არის ცხოვრება, რომელიც მთლიანად ღმერთს ეძღვნება. ბერული ცხოვრება ეს არის ვნებისა და ცოდვის უარყოფა, ხორციელ სიამოვნებებზე უარის თქმა, ყოველივე იმისგან მიქცევა, რაც ადამიანის ცხოვრებაში ცოდვით დაცემამ შემოიტანა. მონაზვნობის მიზანია იმ სიწმიდისა და უცოდველობის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება, რომელსაც ადამი და ევა სამოთხეში ფლობდნენ. თავისი არსით ბერობა არის ქრისტეს ცხოვრების წესის მიბაძვა, რადგან მაცხოვარი მონაზვნობის იდეალია. ის თავადვე არის მონაზვნობის დამფუძნებელი. მათეს სახარებაში ვკითხულობთ, ვისაც უნდა შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე, რადგან ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწმეთს მას, ხოლო ვინც წარწმეთს თავის სულს ჩემთვის, ის მოიპოვებს მას. თუ გინდა სრულყოფილი იყო წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს და გექნება საუნჯეცაში. და მოდი და გამომყევი მე. ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი. და ვისაც უყვარს ძე ან ასული ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი. და ვინც არ იღებს თავის ჯვარს და შემომიდგება მე, არ არის ჩემი ღირსი. მაცხოვრის ამ სიტყვებში მონაზვნობის მთელი არსია ჩადებული. ეს იმათთვის არის, ვისაც სრულყოფილება სურს, ვისაც ქრისტეს მიმდევრობა და მისთვის სულის დადებას წადია. ვინც სიმდიდრეს ზეცაში იუნჯებს იმ ვაჭრის მსგავსად, ძვირფას მარგალიტს რომ წააწყდება და მზად არის მთელი თავისი სიმდიდრე გაიღოს მის შესასყიდად. მონაზონიც ყველაფერს გაიღებს, ყოველგვარ მიწიერს დათმობს, ოღონდ ქრისტეს შეიძინოს. მაშინ მეუგო პეტრემ და უთხრა მას: აჰა, ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და გამოგხევით შენ. რა იქნება ჩვენთვის? ხოლო იესომ უთხრა მათ: და ყველა ვინც დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მამულები ჩემი სახელისათვის, 100 წილად მიიღებს და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს. მონაზვნობა არის შინაგანი, იდუმალი ცხოვრება. სამონაზვნო აღთქმა ძირითადად სამი სახისაა: მორჩილება, უპოვარება და უბიწოება. მორჩილება არის ნებაყოფლობითი აღკვეთა საკუთარი ნებისა ღვთის წინაშე. მონაზვნური მორჩილება ღვთის წინაშე არის მისი ნების შესმენა, ღვთის ჩანაფიქრის წვდომა და მისადმი ყველაფერში დამორჩილების სურვილი. უპოვარება ნებაყოფლობითი სიხატაკეა, ყოველგვარი მიწიერი მფლობელობის უარყოფა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მონაზონს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ნივთი, არამედ ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს რაიმესკენ ლტოლვა. მონაზვნური უბიწოება თავის თავში მოიცავს უქორწინებლობას. ეს არის მთლიანი მისწრაფება ღმერთისკენ. სურვილი იმისა, რომ ყოველი ქმედება, ყოველი ზრახვა შესაბამისი იყოს სახარების სულთან, ქრისტეს სწავლებასთან. განმარტოებით ცხოვრება და საკუთარი თავის სრულყოფა არ ნიშნავს ეგოიზმს ან მოყვასის უსიყვარულობას. სოფლის ამაოებისგან განმარტოებით მცხოვრები მონაზონი არ ივიწყებს ადამიანებს, არამედ განმარტოვებული სიმყუდროვეში მთელი მსოფლიოსთვის ლოცულობს.
ღირსი სილვან ათონელი წერს: მონაზონი არის მთელი მსოფლიოსთვის მლოცველი და ეს არის მისი მთავარი საქმე. მონაზნობის წყალობით დედამიწაზე არასდროს წყდება ლოცვა და ეს არის მთელი სამყაროსთვის სასარგებლო და აუცილებელი.